პროგნოზი რთული არ არის კი არა გიორგი, ნუ შეუძლებელია. დღეს შეუძლებელია. ერთადერთი რაც აბსოლუტურად მკაფიოდ შეიძლება გითხრათ, რომ აშკარაა, რომ ეს პოლიტიკა ხდება ბევრად უფრო პრაგმატული. ბევრად უფრო პრაგმატული პრაგმატიზმის იმ გაგებაში, რომელიც ამერიკულ დღევანდელ ადმინისტრაციას ახასიათებს და აქ ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა და განვითარება არის მოსალოდნელი. ამიტომ ვიღაცას თუ გონია განსაკუთრებით საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ის განცხადებები, რომელიც დღეს გაჟღერდა, ეს რაღაცნაირად რეზონირებს ოცნების განწყობილებასთან, რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ოცნების დღევანდელ ხელისუფლებას პრაგმატიზმთან საერთოდ ყველანაირი კავშირი დაკარგული აქვს. აბსოლუტურად ყველანაირი კავშირი დაკარგული აქვს, რაც შეეხება იმ საუბრებს, რომელიც უმაღლეს დონეზე შედგა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დღის წესრიგში დარჩეს. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა და ჩვენი ყველაზე დიდი რისკი არის ის, რომ საქართველოს დღის წესრიგში აღარ არის. ჩვენ საქართველოს უნდა დავაბრუნოთ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ბედს გადაწყვეტენ ისე, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვეცოდინება. და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც დღეს ქართული საგარეო პოლიტიკა ასე ვთქვათ ეჯახება და რომლის გადაწყვეტაზეც ყველანი ერთად უნდა მუშაობდეთ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ გლობალურ პოლიტიკაში ახალმა ადმინისტრაციამ შემოიტანა მკაცრი პრაგმატიზმი. ეს მკაცრი პრაგმატიზმი როგორც ჩანს შემდეგი 4 წლის განმავლობაში იქნება მთავარი მახასიათებელი გლობალური პოლიტიკის, რომელსაც განსაზღვრავს თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პირობებში საქართველოს დარჩეს პირველ რიგში ევროკავშირის დღის წესრიგში, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. აი ბატონ გიორგი, როგორ? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რამდენადაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ამ დღის წესრიგის ნაწილი, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არ ვარ წარმოდგენილები ამ ტიპის ფორმატებში, ამ საერთაშორისო ფორმატებში და მეორეს მხრივ ხვდებით რომ იმისთვის რომ დავბრუნდეთ გვჭირდება ლეგიტიმაციის მატარებელი პოლიტიკური ლიდერები ქვეყნისა, რომელიც ვერ მიიღწევა ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე და ეს ახალი არჩევნები კიდევ ვერ მიიღწევა თუ კი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არა მარტო ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წნეხი რეჟიმზე არ გაძლიერდა. ანუ რაღაც მოჯადოებული წრესავით გამოდის. იმისთვის რომ იქ ვიყო წარმოდგენილი და სათანადო პარტნიორები ვიყო თუნდაც ახალი ამერიკული პოლიტიკის რეალიზებისთვის, ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ წარმოდგენილი ოფიციალურად და ვერ ვიქნებით თუ მანამდე ეს ნაბიჯები არ გადაიდგა და ეს ნაბიჯები ვერ გადაიდგმება თუ დასავლეთიდან წნეხი არ გაიზარდა და ყურადღების ცენტრში არ მოხვდით. როგორ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე? ერთის მხრივ ეს როგორც თქვენ ახსენით მოჯადოებული წრეა და რთულია, სინამდვილეში ასე არ არის და ჩვენ მადლობა უნდა უთხრათ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას რუსთაველზე და ყოველდღე გამოთქვამს პროტესტს. მათ ხარჯზე, მათი წყალობით ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში და დღესაც აქ თუ ვართ და დღეს სალომე ზურაბიშვილი თუ არის აქ მოწვეული და მე თუ არ აქ მოწვეული, მათი დამსახურება. ეს ყველამ ძალიან მკაფიოდ უნდა გავითვალისწინოთ. დღეს თუ საქართველოს ჯერ კიდევ არის დარჩენილი დღის წესრიგში და თუ ახსოვთ, ეს თითოეული იმ საქართველოს მოქალაქის დამსახურება, რომელიც დგას რუსთაველზე, რომელიც არის უკანონოდ დაპატიმრებული და რომელიც ამ გზით ებრძვის რეჟიმს. ეს არის რითაც ჩვენის რწმენა, რომ ქართველი ხალხი დარჩა ერთგული, ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების ამის ჯერ კიდევ დასავლეთში ჯერათ. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სალამ არ მივახცევთ ჩვენს მთავარ მიზანს, პატიმრების განთავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას, ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს ვიდგეთ რუსთაველზე და აი ასე თანმიმდევრულად და ჯიუტად მოვითხოვოთ დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, რომ საქართველოს პოლიტიკას შესძენოს ლეგიტიმაცია, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სულ უფრო და უფრო დავკარგავთ პოზიციებს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ საქართველოს არის რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აქ არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ დონეზე. ჩვენი სომეხი პარტნიორების და აზერბაიჯანელი პარტნიორებიც აქ არიან უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ყოველთვის ლიდერი იყო მსგავს ფორმატებში. ყოველთვის ლიდერი იყო და ასრულებდა ამ ფუნქციას ღირსეულად. ამიტომ კითხვა მესმის რელევანტურია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს დგას რუსთაველზე, მათი წყალობით უნდა დავბრუნდეთ და მათი წყალობით ჩვენ ვართ დღეს. ეს რა